მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ზაზა შათერიშვილი. ზაზა, მოგესალმები. მოგესალმები ნიკა. როგორ ახარ? მადლობა, კარგად. მიხარია, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს შემომიერთდი და დღეს ვისაუბროთ პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო ამერიკის შეერთებულ შტატებზე. Independent Day. 250 წლის თავია, მრგვალი თარიღია ამერიკის დაბადების დღეა და აქვე მინდა მიულოცო იმ ქართველებს, ვინც აქ ცხოვრობს, ვისთვისაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა. ჩემს გარშემო უამრავი ხალხია, ვინც ცხოვრება აიწყო ყველაზე კარგი გაგებით, ბევრი წარმატებულია, ბიზნესი აქვს, ზოგს დიდი, ზოგს მომცრო, მაგრამ ცხოვრობს აქ. სკოლებში დაყავთ ბავშვები და მათთვის ამერიკული ღირებულებები და ამერიკული სოციუმი გახდა ისეთივე, როგორც საქართველოში, მაგალითად, ყველა ნორმალური ქართველისთვის ქართული სოციუმი. ასე რომ მათ ულოცავ ამ დღესასწაულს და მინდა რომ ეს ქვეყანა იყო წარმატებული, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემი საახლოვო სამეგობრო, ვინც თავის ბედიღბალი დაუკავშირა ამერიკას და როგორც ჩანს, დიდი ხანი აპირებენ აქ დარჩენა, ზოგი სამუდამოდ, რომ ისინი იყვნენ კარგად და ის წარმატებულობა, რასაც მიაღწიეს, გაეგრძელებინოთ. მაგრამ 2 სიტყვით ჩემ თავზე ვიტყვი, იმიტომ რომ მე რაც ეს აქტივობა დავიწყე, ზაზა კი მიცნობს კარგი ხანია, მაგრამ ისე მაყურებლების მსმენელისთვის მეც ვიღებ ამ მოლოცვა საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ბევრი რამ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მე მაინც გული, თვალი, სული და მთელი ემოციები მაინც საქართველოსზე და ჩემს ქალაქ თბილისზე მაქვს. ასე რომ მე ვიღებ ამ მოლოცვას საკუთარ თავს, მაგრამ მე მაინც მაქეთ ზაზა. და ბარემ აქვე ვიტყვი რა. როგორ მოგივიდა ესე? კახელი ჰაიდეგერს კითხულობს და მიხო ჰაიდეგერს კითხულობ და კი ვკითხულობ, მაგრამ გული მაინც ჭიდაობისკენ მიმიწევს. აი ეგრეა ზუსტად. ზუსტად რა ერთ-ერთი. ხო და აი სახალისო რამეს გეტყვი, რაც მნიშვნელოვანია და დასაფიქრებელია ბევრისთვის. 2016-ში რო ჩამოვედი, ესე იგი, ტელეფონი გადავიტანე ეგრევე 12 საათიან რეჟიმზე, შენ იცი ხა ამერიკაში ნაცხოვრები ხარ, AM/PM რეჟიმში. მანქანაზე ბიჭებმა გადაიყვანეს, რო დავჯექი ტაქსზე რა, სამუშაოდ. გადაიყვანეს კილომეტრებში, მე დავტოვე მაილებში. ანუ სიგრძე სიგანე ფიტებში, წონები ფაუნდში და ტემპერატურა ხო ნახე დღემდე ფარენჰეიტებში მაქვს. ხო, 111 ევრო მითხარ. ხო, 111 გადავიყვანე იმითი ტელეფონი. მაგრამ ხო და აი თავიდანვე მინდოდა რომ ეს ხო იცი საიდან იწყება რა? თეატრ начинается с вешалок. აი ეს ვეშალკი აი ეგრეა რა. თუ ეს ელემენტარული რაღაცები არ გაითავისე ამერიკელი. არა, გეტეხმები აბსოლუტურად, ვერ გამოხვალ ამერიკაში. იცი რა არის, როცა მიწვეული ხარ და დაუშვათ უნივერსიტეტში ხარ, თან დამოუკიდ, თან გაქვს თავისუფლება, ანუ მკვლევარი ხარ. ეს ერთია. და მეორეა, როცა შენ მუშაობ. მე პრინციპში ორივეჯერ ავიღეს security number და თავისუფლად შემეძლო დარჩენა პირველადაც არა არც მე ფიქრი არც პირველად არ მეორეჯერ ოჯახთან ერთად ვიყავი, მაგრამ აი როგორ გითხრა, იმდენად უკვე მართალი გითხრა 2009 წელს ობამა 2000 ჩემს თვალწინ მოვიდა ობამა. თან ზუსტად ჩიკაგოში ვიყავი და ობამა ცხოვრობდა ჩემი სახლიდან მესამე სახლში. და პოლიცია ძალიან უცნაური იყო, რომ აი პირდაპირ იმაში მოხვდი, რომ იტყვიან თბილისის ომიდან, აგვისტოს ომიდან პირდაპირ მოხვდი აი ობამას არჩევნებში და სხვათა შორის უნდა გითხრა, რომ უნივერსიტეტის აი წრეებში, რომელშიც მე ტრიალებდი, როცა მე ვამბობდი, რომ ობამა გაიმარჯვებს, ძალიან ბევრი, ახლა იქ არ მოსულა ეგეთი რაღაცა, რომ რაღაც ესე გითხრან, მაგრამ მე ბევრმა მითხრა, რომ აიო არ გჯერ, არაფერს არ გეუბნებოდითო, ფიქრობდით, რომ ეს უცხოელია და კაგებაში არ არის და საიდან და რატომ. ისევ როგორც აი ტრამპის მოსულაც სხვა შორის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გამიმართლა რაში, რომ ერთი მხრივ უნივერსიტეტის community, მეორე მხრივ ეკლესიაში დავდიოდი. ხო და ეკლესიაში ამ წმინდა თომას გუშინ იყო სხვა შორის ლათინური
კალენდრით წმინდა თომა მოციქულის მოხსენიების დღე იყო და მე სადაც დავდიოდი ეს ეკლესია ტაძარი იყო წმინდა თომას სახელობის ჰაიდ პარკში უნივერსიტეტთან ახლოს ჩიკაგოში ბევრი უნივერსიტეტია ორი არის ყველაზე ცნობილი Northwestern და Chicago State University of Chicago აი მე ამ ვიყავი მე როგორც Fulbright კვლევარი ხო და აი ამ მრევლში ესე იგი ამ ეკლესიის მრევლის 2/3 იყო ზანგი და მე ვიცოდი რომ ამათგან ნახევარი მისცემდა ტრამპს რომ თავარი არის კათოლიციზმი და მე ხო თავარი არის ღირებულებები მოკლედ და ბარემ ესეც მოხდა პირველ კადენციაზეც და მეორე კადენციაზეც კათოლიკეების 80%-მა ტრამპს მისცა ხმა. ეხლა მეორე მომენტია რა გაუმართლად არ მაგრამ მაგაზე მინდა რომ მე განსაკუთრებულად ყოველ შემთხვევაში აი ეს ბულინგი რაც აქამდე იყო და ის მაინც გაჩერდა აი მე მაინც მგონია რომ ესე იგი პოლიტიკურად თუ არ შევხედავთ აი შიდა ესეთი აგრესია და ესეთი აგრესიული ეს LGBT იდეოლოგიის გავრცელება აღარ არის როგორც იყო. მაინც რაღაცა ეხლა არ არის, მაგრამ შესაძლოა შემოდგომიდან მოbrunდეს და ამაზეც ვისაუბრებ. არ ვიცი. ფათაშორის ცოტა ეჭვმეპარება რატო იცი ამან ტრამპმა გასნა პანდორას ხუთი. უკვე ისეთ ებრაულ თემატიკაზე შეიძლება ლაპარაკი. არა, თავისთავად ეხლა აიპაკზე რო არაფერი ვთქვათ, ესე აიპაკზე 2 წლის წინ ეს აი 4 წლის წინ ეს იქნებოდა შეუძლებელი. 5 წლის წინ შეუძლებელი იქნებოდა. მე არ ვამბობ კარგია თუ ცუდია. მე გეტყვი რატომ გეტყვი რომ LGBT აჯენდა შემოვა მაშინ ანუ დღის წესრიგი შემოვა და მაგრამ არა შემოვა კი მაგაზე მე სხვა რამეს გეუბნები რა მოხდა იცი აი ტაბუ მოიხსნა ანუ შეიძლება ლაპარაკი და ესე საერთოდ განხილვა რო შეიძლება რაღაცის უარყოფა შეიძლება ესე არ იყო გესმის შენ გამოხატავ და ამას ვერ გიჭერენ გესმის თავისთავად ის აი ახლა 2-3 დღის წინ ამ საკონსტიტუციო ანუ უზენაესმა სასამართლომ ის გადაწყვეტილება რომ მეიღო რომ ტრანსგენდერი კაცები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ქალთა სპორტში ხო ეხლა ის ამბობდა რა ქვია ვაკა გორგილაძე ჩემი მეგობარი რომ ჩვენი პოსტზე და რაღაც სასიცილოა მაგრამ სულ არ არის სასიცილო ეს როცა შენ ამას უყურებ შეერთებული შტატებისა და საზოგადოებრივ ამერიკული კონტინენტის პოზიციიდან ხო და სხვათა შორის რახან მე ჩემი პირადი სენტიმენტები ვთქვი ანუ როგორ ვიქცეოდი და რა დავტოვე საბოლოო ჯამში უნდა გაგიმხილოთ მეგობრებო მაინც ვერ გავხდი ამერიკელი და შეიძლება ძალიან კარგიც არის ხო და ერთი მნიშვნელოვანი რამე ხე შენ რაღაც კარგი მენიშნებები გააკეთე ამის თქმასაც არ ვაპირებდი ქართველთა ნაწილი დიდი ნაწილი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ბევრ რამის სოციუმს და ახლა გეტყვი რატო აი მეორე ჩამოვედი აი როგორც 2016-ში აი ეს არაფერი არ შევცვალე პირიქით დავიტოვე იმიტომ რომ იდენტობა შემოსულიყო ჩემში მაქსიმალურად რამდენიცაც ეს შესაძლებელი იყო ჩემს სოფხედელობასთან ფსიქიკასთან და ასე შემდეგ აი რაზე მეშლებოდა იცი ნერვები ყოფითი რაღაცებზე დავიწყე დაფიქსირება აი თბილისში ხომ მქონდა რატო არ არის ასფალტი ტროტუარი რატო ამონგრეული იმან როგორ მოიქცა გადააფრთხა ნაგავი ქუჩაში და ზუსტად იდენტურად ვაკომენტარებდი აქაურას ეხლა აქ მაგალითად ჩვევაშია შენ ალბათ შეესწარი ამერიკაში ფასტფუდებში რო შედიან და რო აიღებენ ფოდნოს რო ჭამე მე ნახავდი ფანჯარიდან ყრია მე არ ვიცი აქ პირველად ვნახე ეგეთი რამე ჭიქა შეიძლება ხაღალდის გადააგდო ან საფერფლე დაბერთხო ეგეთი მაგრამ ესე ფოდნოსი რო გადააგდო აქ ნახე და სულ წერდი ბიჭებს ვეუბნებოდი რომ ეს რა ვნახე იქ ასვალტს ლატკავდნენ დატოვეს 1 მეტრი მე მანჰეტენზე ზაზა ჩემთვის იყო წარმოვიდგინე მანჰეტენი იყო ჩემი როგორ იცი ქალაქი მარსზე მთვარეზე და ჩაოლედით რომ დაცხა
და რო აყროლდა ეს West Village, East Village და მივხვდი შენ მთელი West Side, East Side და აი ესე კოდს, ეხლაც კოდს, იმიტომ რომ ნაგვის რეგულაცია არ აქვს დღემდე და ეს გარე კაფეები რა, ვირთხებში რო ზიან ტიპები რა, სვეცკა და რო ჭამენ და რა, ხო მივხვდი უამრავი რამე და ბოლოს მივხვდი რა, რომ საერთო საძმაკაცოს ჩათვი ქონდა შოფრებს გვაქვს ეგეთი რამე, ხო იცი ერთი პროფესიის ტიპებს. რა და ბოლოს მომწერეს რა, ნუ გაახურეო რა საქმეო რა, გამიგე შენ და მე მივხვდი რომ ესე იმდენად ქონდა გათავისებული, როგორც ჩემ ქალაქზე მქონდა აგრესია, მივხვდი კრიტიკული დამოკიდებულობა, ზუსტად ასე მქონდა. და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა როგორ უყურებს, იცი ამერიკის შეერთებულ შტატებს და თავად ნიუ-იორკს, როგორც მეწყლო ძროხას. ჩამოვიდა 10 წლით, ნუ აი 20 წლით, აიშენა სახლი, კარი, ბავშვს ფული იქ თბილისში მანქანა რაღაც რამე რომე და მე მიდიან, ემშვიდობებიან, ან მოკლედ, ან რჩებიან და მაინც თავის ბაბლი აქვს, თავის სოციუმი. მივხვდი, აი არ აინტერესებს ეს ყოფილიყო და მე ეს რომ მაინტერესებდა, მე უფრო დამჭა იმედგაცრუებები, მივხვდი და საბოლოო ჯამში ის ნაწილი ქართველობისა მართალი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ისინი ამას არ განიცდიან და არც აღიზიანებდა. მე რომ ეს ამის გათავისება მინდოდა პირველი წლიდან, ჩემზე გამოიწვია ეს იმედგაცრუება, იმიტომ რომ მე ძალიან მინდოდა რომ ამერიკელი გამოსულიყავი და ვერ გამოვედი და ხალხი ცხოვრობს და არც ცდილობს, მივხვდი რომ ამერიკელი გამოვიდეს. დღემდე საათი ისე 24 საათიან რეჟიმში აქვს, სპიდომეტრი, ოდომეტრი კილომეტრებში, ტემპერატურა ცელსიუსებში გამიგე და ეს ჩემთვის რო იყო ის რომ ხალხო როგორ გინდათ ამერიკელები გამოხვიდეთ, გადაიტანეთ. არაფერი არ წაუგიათ, გაიგე? ის ემოციურად წაგებული დარჩი მე, იმიტომ რომ იმედგაცრუებები დაბრუნდა, იმიტომ რომ ისინი არც ცდილობდნენ გამიგი ამ ყველაფრის გამოსწორებას. როგორ გამოვასწორებდნენ, მაგრამ დაჟე განცდაც არ ქონიათ და მე კიდე ეს ემოციური ბმა რომ მქონდა, რომ მინდოდა რომ ძალიან ნიუ-იორკელი ყოფილიყავი, იმიტომ მქონდა. საბოლოო ჯამში ის ნაწილი ქართველებისა, ვინც ამას წმინდა სამომხმარებლო კუთხით უყურებდნენ, ნამდვილად მოგებაში დარჩნენ. მე ემოციურად ვამბობ თორე ხა ისე ხა მატერიალურად ვინ როგორ არის სხვა საქმე. აი ეს მნიშვნელოვანი რამ მე ხა გამახსენდა და იმიტომ ვთქვი რა. იმიტომ რომ მაყურებლები ხო გიყურებენ როგორც ამერიკაში, ასევე თბილისში და ესეთი რამე იყო რა. ესე იგი, ზაზა, დარაგოი. 250 გვალი თარიღი, 250 წელი ამ სახელმწიფოსი, მსოფლიო ჰეგემონის და ჯერ კიდევ ჰეგემონის და რა მინდა იცი გითხრა რომ ჩვენ ერთ-ერთ პოდკასტში ვთქვით რომ მე მგონი ყოველ შემთხვევაში შენ შემისწორე თუ ვწდები რომ ასე არასდროს არ ყოფილა პრეზიდენტის პირადი პრობლემები დადებით თუ არ ყოფითი დაკავშირებული ამერიკის სახელმწიფოსთან როგორ ტრამპთან არის. იმიტომ რომ მაინც ინსტიტუტები მუშაობდნენ, სახელმწიფო ვერტიკალი იყო და დემოკრატი პრეზიდენტი რესპუბლიკის ისესწრიდა, მე როგორც ვიცი, ხალხი საერთოდ ვერ აღიქონდა ამას, რა სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და ტრამპის პირად ცხოვრებას ისე არის გადაჯაჭვული ამერიკის შეერთებული შტატები და პირიქით, რომ მე სიმართლე გითხრა, მინდა რომ აი ამ კუთხითაც გავიაროთ რა, ანუ 14 ივნისი იყო მისი დაბადების დღე, დღეს აგერ 4 ივლისია და უკვე ამერიკის დაბადების დღეა და მინდა ესეთი რიტორიკული შეკითხვა დავსვა და შეიძლება სიტყვი რომ რა იშველება რაელის ამერიკის შეერთებულ შტატებს და არის თუ არა ამერიკაში მიმდინარე მოვლენები ცივილიზაციური ნაპრალის გაჩენის წინაპირობა. იგივე ევროპასთან, იგივე სამხრეთ აღმოსავლეთთან, ან გლობალურ აღმოსავლეთთან და რას ფიქრობ შენ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ მე აქ ტრამპის წარმატებები ჭყალებში ამოვიწერე რო არ შემეშალოს რა. ეს არის ევროკავშირთან დამოკიდებულება, ნატოს რეგულაციები, გრენლანდია რომელიც დაიბრუნა, რუმინეთი, უნგრეთს რო ასაფორტებდა და ყველგან საპირისპირო შედეგი დადგა. ირანი ხო ან დაწყება რა იყო, ან დასრულება რა იყო, ორგანიზაცია მაგა საერთოდ აღარ არის, პულსი აღარ ესინჯება, ჩარლი კერკს ვიღა ახსენებს საერთოდ. ის სამეჯლისო დარბაზი დაანგრია და უფლებას არ აძლევენ კონსტრუქტორები აღარ მუშაობენ და ბოლოს ნუ აი იმაზე მეცინება ზაზა ლინკოლნის სახელობის
ტბა რო არის რა, ესე იგი შეღება ესა და მაინც გამწვადა და აქ მნიშვნელოვანი იცი რა ნიშანდობლივი რომ კომპანიას ქვია Green Water და ალბათ იმიტომაც გამწვანდა რა და ხო და მაგაზე ვიცი რა აი ძალიან მაგარი რა და რას ფიქრობ შენ ამ ყველაფერზე? მოდი კიდე ერთი რაღაცა წაღვნიშნო რა ჩამოთვალე. კიდევ ერთი პარადოქსი რაც ბევრმა დაინახა და ბევრი ლაპარაკობს ამაზე. ტრამპი როგორც პიროვნება ბიზნესმენი და ტრამპი როგორც პრეზიდენტი რო არ ემთხოვა ერთმანეთს. ტრამპი როგორც ბიზნესმენი ძალიანაც იყენებს იმას, რასაც ან მარჯვენა და მარცხენა სხვადასხვანაირად მუშაობენ მოკლედ. ესე იგი ადამიანი როგორც პრეზიდენტი ჩამოშლის ამ ბაზრებს ამ იმას რა საბირჟო ადამიანი ტრამპი ამაზე ფულს აკეთებს, ამას უკვე ძალიან ბევრი მიხვდა და ძალიან ხო აი ესეც არასოდეს არ ყოფილა ხო დაჟადი იყო რა ახლა ნიქსონს რაც მოუწყვეს, რასაც ტრამპი აკეთებს, ნიქსონის ის გადაცდომა ამასთან შედარებით არის ეზოში თამაში. ხო, ესე იგი შენ რო ამბობდი რომ აი მოვიდა კლინტონი, მერე მოვიდა ბუში, მერე მანამდე მამა ბუში, ხო? მაგრამ აი ეს კი რაღაცა იყო სკანდალები, მონიკა ლევინსკი რაღაც, მაგრამ აი ეს ხაზი იყო ერთი და იგივე, ხო? აი დავუშვათ ერაყის ომი, მერე კლინტონის პერიოდში ერაყის მორყევა და შემდეგ შვილი ბუშის დროს ერთ თვეში გააკეთეს ყველაფერი ფაქტობრივად. ბევრი ფიქრობდა რომ რაღაც ირანის მიმართ შეიძლებოდა ეს დრამ გამოსულიყო. და არ გამოვიდა. ბევრი უკვე 2003 წელს ვარდების რევოლუცია როცა იწყებოდა რამდენიმე ჩემი ახლობელი და მეც ვარაუდობდით რომ იმიტომ ხდება რომ საქართველოს ჭირდებათ პოლიგონად ირანის წინააღმდეგ. ანუ ჯერ კიდევ 2003-ში იძახა. 2003-ში ვამბობ, 2003-ში ვამბობ. ანუ ის რომ 10 წლეულები ირანის წინააღმდეგ რაღაცა იგეგმებოდა, ეს თითქოს ხადი იყო. რატომ მოხდა ისე რომ ერაყი 13 წელიწადში გამოვიდა ძალიან კარგად, ძალიან ერთ თვეში და რატო არ მოხდა ირანთან? ეს რა არის? ნუ თუ ჩვენ გამოვდივართ იმ თეორიიდან რომ ეს deep state არის ყოვლის შემძლე. ნუ მაშინ დავიღე რაღაც კონსპიროლოგია, მაგრამ მე მიიმაჯინე რომ საერთოდ სწორია რომ ამ ტერმინს ვიყენებთ, მაგრამ როცა ვამბობთ deep state-ზე სწორედ იმას ნიშნავს, რომ ეს სწორედ ეს არის კრიზისის ნიშანი, როცა მასზე ჩვენ ესე ვიწყებთ ლაპარაკს. ანუ რეალური ძალა ამ ყველაფერს მაშინ აქვს, როცა არ ჩანს. და როდესაც კონსპიროლოგია არის მარგინალიზებული და ვინც ამაზე ლაპარაკობს არის აუთსაიდერი და მარგინალი. და თუ ამაზე ლაპარაკობ, უკვე ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩანს იმის ხელი, ვინც ამ თოჯინას ათამაშებს. ხო? აი როგორც კინოკადრში ის გამოჩნდება ხოლმე მიკროფონი. ხო? ხა ზოგი სპეციალურად აკეთებს ამას. კასევეტესის ფილმში მახსოვს იყო და სპაისო სპეციალურად აკეთებს კასევეტესი ხო გენიალური რეჟისორი იყო. ალბათ მე ხო შეიძლება მოიჭრა რა ის კადრი და
ხო და ხო და ის ზუსტად იმის თქმა მინდა ამითი რომ განსხვავებით აი ამ ერაყის 13 წლიანი კამპანიისაგან რომელიც აი მოარყეს და მე უცებ აი როგორც კბილს ამოიღებ ხო და ირანთან ესე არ მოხდა ეს რისიბრალია იმიტომ რომ ვერ განასხვავეს ერთმანეთსაგან ერაყის სიტუაცია და წყობა და ირანი რა ტიპის სახელმწიფოა თუ რისი ნიშანია მე მაგალითად მიმეჩნია რომ ეს ერთ-ერთი ნიშანია კრიზისის ოღონდ რა მნიშვნელობით იცი უკვე შეუქცევადი კრიზისის რაღაცა უკვე მოხდა აი მაგალითად პირველი ნიშანი რა თქმა უნდა ის იყო ავღანეთი იმ აზრით რომ ავღანეთთან გამოქცევა აი ესეთი კატასტროფული თქვა ასე ხო სხვა შორის ერთმა ორმა ქართველმა NGO-შნიცა ქალმა ვიღაცამ ჩამიგდო მაშინ და აი ჩვენცო ეს ბედი გველისო თუ ამ ნუ ხوارიან ცოტა აზროვნებს არა იქაც ხوارიან ესეთები არა ხო და ყველა თარგზე მოჭრილი არ არის რა ხო თან რა არის ადამიანს შეუძლია გადმოიტანოს თავის თავზე რაღაც ხო ანუ ის ხედავს რომ ისიც მეხუთე კოლონაა ნუ ესე არაზრუნებს და ამ ტერმინებით არა პირიქით მას მიაჩნია რომ ბნელ საქართველოში შემოგ ცივილიზაცია ისე როგორც იმ ავღანელ NGO-შნიკს მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანი არის პარალელის გატარება ხო აი ჩემს მაგალითად ეგ იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ნიშანი მაგრამ პირველი სერიოზული ნიშანი მართალი ითხრა იყო თავად ტრამპის პირველი კადენცია ჯერ კიდევ პირველი ხო აი როცა 16-ში რომ მოვიდა ხო სხვათა შორის მე მაშინ ვივარაუდე რომ ის გაიმარჯვებს ნუ ეს პროგნოზი მქონდა უკვე არავის არ ეგონა ხო ყველა აკეთებდა ფსონს 2016 წელს დასწრებში მივეცი ინტერვიუ სადაც ვამბობდი რომ არა მე მეგონა რომ 2020-ში გაიმარჯვებდა უბრალოდ მე ვერ წარმოვიდგინე ეს პოსტის ეს მანიპულაციები ხო ხო მანიპულაციები ხო მაყურებლებს ვიტყვი კლინტონი რო თქვი ბილს არა ჰილარის გულისხმობდა ხო ჰილარი მოკლედ რის მამინდა მაგრამ სინამდვილეში ჩემი აზრით ბევრად უფრო ადრე დაიწყო ეს ყველაფერი ღირებულებითი და იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია რომ ეკონომიკა არის მთავარი სიმპტომი ეკონომიკა არის ერთ-ერთი სიმპტომი მთავარი ვულკანური მომენტი არის ბევრად ღრმა და ეს ღრმა არის კულტუროლოგიური გეოპოლიტიკური თქვა ასე რომელიც გამოიხატება სამი მითი ეკონომიკით ღირებულებებით მორალით და ეთიკით პირველი ესეთი სერიოზული ნიშანი იყო ჩემთვის 99 წელი და სერბეთის დაბომბვა სადაც აი პირველად მოხდა რომ გამოჩნდა ეს ლიბერალურ პარადიგმაში პირველი სერიოზული აი ნიშნები აი რისი რომ მანიპულაციაა რომ ძალაზეა და არა სამართალზე ეხლა არიან მაგალითად მაშინაც იქნა ჩემახლობლებში რომლებიც თაყვანისმცემდნენ დასავლეთს და შეერთებულ შტატებს რადგანაც მას აქ ძალა მაგრამ ჩემთვის ესე არ იყო აი საბჭოთა კავშირი როცა ინგრეოდა მე შეერთებულ შტატების მხარეზე იმიტომ ვიყავი 80-იან წლებიდან რეიგანის პერიოდიდან რომ მიმაჩნდა რომ საბჭოთა კავშირი არის ბოროტების იმპერია ხოლო ამერიკა არის ქრისტიანული ღირებულება. აი რეიგანი ლაპარაკობს ქრისტიანულ მე არ დამოვიწყდა მისი გამოსვლა
პირველი აი ტელეხიდი არ იყო, ნუ ის გარბაჩოვმა მიულოცა ამერიკელებს ახალი წელი და რეიგანმა ჩვენდა გელოცოთ ახალზონა ჩემ სოფლმუშაობნია არის შობონდრო ჩვენ ამერიკელებს ღმერთი გვწამსო და ნუ ეხლა შენ მოგიხსენებ ახლა 80-იანი წლების თბილისი ძალიან ლიბერალური იყო და პრაქტიკულად არავის არაფერს არ ეშინოდა ვისაც უნდა ეკლესიაში დადიოდა შენს დადიოდი მე დავდიოდი არაფერი პრობლემა არ იყო თქვიან ხო და მაგრამ ის რომ აი კაცი ლაპარაკობს ამას ღიად რომ აი ღმერთი და თქვენ აი ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 99 წელს როდესაც აი სერბეთის დაბომბვის დროს როდესაც აი პირდაპირ დაბომბეს ეს რა ქვია ტელევიზია დაბომბეს მე ერთი ჭურვი გადავარდა უნგრეთში ბავშვების იმას მოხდა რა ქვია თუ ბულგარეთში და თან ჩინეთის საელჩოს მოხდა ხალხი დაიხოც ხო იქ ბავშვები დაიხოც და ეს საინფორმაციო სივრცეში მე რო ამერიკელებს არ იცოდნენ ეს ფაქტები იმიტომ რომ რუსები აშუქებენ კარგად არა მე ახლა CNN 2003 წელს ერაყის ომის დროს იქ ვიყავი კაცო და აი ალ-ჯაზირასთვის რო არ მოგესმინა ვერაფერს ვერ გაიგებდი რა ხდებოდა თლიანად ნუ ეხლა მე კიდე ესეთი გარემოცვაში ვიყავ ეხლა ერთი მხრივ კარგი იყო მეორე მხრივ იქაც თავის პრობლემების ბერკლის უნივერსიტეტი საშინლად მე მარცხენა და მთელი მაშინ ეგეთი ტერმინი LGBT არ არსებობდა რა იცი gay and lesbian studies და queer theory 2003 წელი LGBT მე გაჩნდა როგორც ტერმინი ხო და ბერკლიზე ამბობდნენ ხო იქ მაკიდან წამოვიდა ხო კამპუსის პროფესორად მოდი ესე ვთქვათ ისა კი მე მარტინე რამდენი არა მარტო ბერკლიდან არა ბერკლი ერთ-ერთი ეს იყო რა ქვია სხვაჯერს საკმაოდ ძველი ტრადიცია პლომსტრაციაში 60-იან წლებში მანდი იყო ესეთი სანამ ევროპაში 68 წელი დაიწყებოდა 62-ში იყო free speech movement ბერკლიში ზუსტად 62-ში აი პირველი ესეთი და მე ვიცნობდი ადამიანს რომელიც ამაში მონაწილეობდა ნუ ჩემზე მე მაშინ ვიყავი სადღაც 27 წელს ის იყო სადღაც 60-62-ის და მაგას მიყვებოდა თავის ახალგაზრდობას მაშინ იყო ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტი და აი როგორ ჩაისახა ეს free speech movement მოკლედ ასე თუ ისე არის თქვა მინდა აი ეს 99 წელი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის აი ჩემი თაობის ბევრი ადამიანისთვის სერბეთის დაბომბვა იყო პირველი სერიოზული ნიშანი თუმცა იმის შემდეგ გავიდა 25 წელი და მეტი ხო 27 და ეხლა მივადექით აი ამ უკვე შეიძლება ითქვას რომ აი მეფეშიშველია ისმის და ირანმა რა დარტყმაც მიაყენა შეერთებული შტატების პრესტიჟს რა ყველაზე უცნაური არის ეხლა მე შეგეთქვი ეს არის პირველი შემთხვევა როცა ამერიკის მოსახლეობა გულშემატკივრობს სხვა ხალხს და არა საკუთარ მთავრობას ისმის აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიბერალური შტატები აი ნიუ-იორკი ლოს-ანჯელესი ჟანგიანი შუა სარტყელი და სამხრეთი არ ამგონია ესე მაგრამ მანდაც ეგრე არის როდესაც არ ყოფილა რაც ეხლა ხდება არა კი ბატონო მაგას გეუბნები რომ ეს არის ძალიან ესე იგი თლიანობაში ესე იგი ძალიან დიდი პროცენტი ირანის მხარეზეა ეს რას გავს როგორც პალესტინაზე იყო პალესტინა ჩვენ აი საბჭოთა კავშირი ავღანეთის კონფლიქტის დროს ავღანელების მხარეზე ვიყავით ვინ საქართველოს სომხეთი მოსკოვი ლენინგრადი ინტელიგენცია ჩვენ ვიყავით ავღანელების მხარეზე ვისოც კი რამდენი სიმღერა მიუძღვნა გაიხსენენ ხო და ის გვამინდა უღურე ხო მაგრამ უღურე რა არის ეს არის პირველი ნიშანი რომ საქმე კარგად არ არის შიგნიდან აქედან გამომდინარე ის ინტერპრეტაცია რომ შეერთებული შტატების deep states
და ტრამპი როგორც მეტნაკლებად ამის გამომხატველი უნდა რომ დატყდეს ახლო აღმოსავლეთიდან. ეს ძალიან ესე იკითხება რა, მე თუ მკითხავ საკმაოდ ისე იკითხება რა ქვია, ამას არ უნდა დიდი მე თუ მკითხავ ესეთი ჰერმენევტიკა და რაღაც ალეგორიული რა ქვია ინტერპრეტაცია. ეს ძალიან კარგად იკითხება. და აქ არის სწორედ აი ეს სერიოზული კონფლიქტი, რაც პირველად წარმოიშვა, ტრამპი რომელიც გუშინ იყო ებრაელზე უფრო ებრაელი, დღეს ფაქტობრივად უპირისპირდება ისრაელს, რატო უპირისპირდება? რეალურად მას უნდა ამ კონფლიქტიდან არა მარტო თავის დაძრონა, არამედ ესე იგი რეალურად შეერთებული შტატები ცდილობს რაც შეიძლება თუ გაუვა, მაგრამ რაც შეიძლება გამოვიდეს ყველა არსებული გარე კონფლიქტიდან. აი ეს ყველაზე უფრო თვალნათლივი. ის რომ უკრაინის კონფლიქტი რომ დაიწყო, ხო, ომი ცხელი ფაზა 22 წლები. თქვენ როგორ წარმოიდგენიათ იქ კუპიანსკის და ხარკოვის გამარჯვებები შეერთებული შტატების ესეთი დახმარების შეიარაღების და მის გარეშე, ხო? ეხლა აქ არის ორი მოსაზრება, პრინციპში ხარ ამ მოსაზრება მაგას უნდა ევროპაში შეიარაღება არ არის რომ უკრაინას დაეხმარონ, ხო? და დრონები, ეხლა დრონია, მაგრამ დრონი მეფობენ ხანდახან თლად ესე არ არის რომ ჯარისკაცი საჭიროა. ეხლა მე უკრაინის იმაზე ახლა ჩვენ ჯერ არ გვინდა საუბარი, ჯერ ამერიკაზე ვისაუბროთ, მაგრამ აქაც ჩანს რომ შეერთებული შტატები არ არის ისე როგორც იყო 5 წლის წინ ან 6 წლის წინ ჩარეული. ან თუნდაც 4 წლის წინ, ხო? ხო და აქედან გამომდინარე და იგივე აი ყურე გრენლანდია, ვენესუელა, მექსიკა აშკარად ჩანს რომ შეერთებული შტატების ინტერესები deep state-ის ტრამპის ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს თქვათ სუბიექტი მარტივად თქვათ ის დაინტერესებულია თავისი მეგა კონტინენტით ვენესუელიდან გრენლანდიამდე, ანუ ნიკოფსიიდან დარობამდე. ხო, ვენესუელაში გამოვიდა, ხო შეიძლება გამოვიდეს გრენლანდიაში, რატომაც არა. ისმის, ანუ მას ურჩევნია რომ დომინანტი იყოს იქ, სადაც მისია. სხვაჯერს მე უნდა გითხრა, რომ ცივი ომის დროს საკმაოდ რთული სიტუაცია იყო. საბჭოთა კავშირი ძალიან თავისი ამ კომუნისტური იდეოლოგიით სერიოზულად 60-იან წლებში და სხვაჯერს ამ ხრივ ხრუშოვმა გააგრძელა სტალინის პოლიტიკა, გააგრძელა ადრეული სტალინის და ადრეული ბოლშევიზმის პოლიტიკა ჩარევა თავისი იდეოლოგიით და იმითი სხვა კონტინენტებში, ხო? იმავე სამხრეთ ამერიკაში იქ გარკვეულ ეტაპამდე ფაქტობრივად ამერიკის ამ სივრცეში სამყოფელში ადბრიულში ეს ძახიან, ხო? იქ მიდიოდა და იგივე კუბა, იგივე საიდან არის მემარცხენე სენტიმენტები დღემდე კოლუმბია, ვენესუელა და ასე შემდეგ, პერუ, ხო? უბრალოდ 70-იან წლებში ხდება გარდატეხა, როდესაც მმართველი კლასი კარგავს რწმენას და ინტერესს საბჭოთა კავშირის. თორე 60-იან წლებში საკმაოდ გავლენიანიც იყო ეს იმ კონტინენტზე. და ამ კონტინენტზე არის ეს მომენტები გარჩენილი, ხო? აი კუბა რა არის? კუბა არის ერთ-ერთი ბოლო ფორპოსტი აი ამ საბჭოთა ზეგავლენის, ხო? კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, რომ რაც ფიდელმა და ჩე გევარამ გააკეთეს, ეს მოულოდნელი იყო თვითონ საბჭოთა კავშირისთვისაც. და მაგრამ ხო გამოიყენეს, არა? ყოველ შემთხვევაში ჩვენი ახალგაზრდობა იყო ფიდელი და რაღაცა
მე ევროპაში რომ მოხვდი პირველად უკვე ხმო 2000 და ჩეგევარა მე არ მეგონა რომ ჩეგევარა ესეთი პოპულარულია და არა გვქონდი მას რო სერიოზულად გამომდინარე საბჭოთა ანტისაბჭოთა აზროვნებიდან ხო ჩვენ ხო ყველაფერს უკუღმა ვატრიალებდით არა აი გაგახსენებ ერთი ნამდვილი ამბავია კიროვის ბაღში იყო ესეთი კლუბი არაფორმალური რა ქვია ფეხბურთზე საუბრობდნენ ქართლოსვანიძე ბელადი და ნუ ერთ-ერთი ესეთი გადმოცემა არსებობს ჩემს მოუყოლიეთ რომ ფოლკლენდის ომის დროს მოკლედ არგენტინელებსა და არა ანტიარგენტინელებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი რომ ვინ არის მართალი ხო და არგენტინული ნაწილი არგენტინის მხარეს არის მაგრამ ხონდა და ნუ ვინმე ერთი ლოთი ყოფილა რა რომელიც ობიექტურია იმიტომ რომ ფეხბურთი არ აინტერესებს ნუ მოიყვანეს ლუდი დაალევიდეს პახმელეს გამოს და აბა ისა არგენტინა მართალია თუ ინგლისია და საბჭოთა კავშირი ის ხარეზეა არგენტინისო ესე იგი ინგლისიო და ესეთი იყო ჩვენი ლოგიკა ჩვენ ვიყავით პროისრაელი იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი პალესტინის მხარეს იყო ვიყავით არგენტინის წინააღმდეგ იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი არგენტინის მხარესზე იყო და ესეთი იყო ჩვენი ლოგიკა მაშინდელი და აბსოლუტურად გასაგებია ყველაფერი ჩვენ ვიცოდით რა არის სწორი რა არის არასწორი ვერასაც საბჭოთა კავშირი უჯერხავს ცუდია რის წინააღმდეგაც არის საბჭოთა კავშირი ის კარგია დაგედა გამომდინარე რომ ქონდა ძალიან ბევრი ისა ხო აი დავუშვათ ნუ ვიღაცებს პატიობდით პროსაბჭოელობას ხო აი დავუშვათ ახლა მარკეს მაგალითად ნუ დიდი მწერალია ნუ არა უშავს ცდება ხო კომუნისტი ანუ არა ან დავუშვათ ახლა ჰემინგუეის უყვარდა ნუ ფიდელ კასტრო ნუ კაი ჯანდაბას ჰემინგუეისთვის შეიძლება ხო ეს კლიშეები ხო მაგრამ ნუ არა მაგასაც თავი დავანებოთ უყურე მთელი ამბავი რა არის რომ აი ეხლა ხდება ძალიან საინტერესო რაღაცა ეს ყველაფერი უბრუნდება ერთი შეხედვით თითქოს აი ცივი ომის პერიოდს მაგრამ მე მგონია რომ ცივი ომის პერიოდი კი არ არის ეს არის ახალი გეოპოლიტიკის პერიოდი როდესაც ისევ მნიშვნელობა ენიჭება ჩემსა და შენს ტერიტორიებს. ოღონდ სხვა მოდი ესე ვიტყოდი, თუ მაშინ იყო იდეოლოგია, დღეს არის არა იდეოლოგია, არამედ დღეს არის გეოპოლიტიკა. და ნუ ვისაც გაგვივა ახლა, აი დავუშვათ, ეს შენი, მაგრამ თუ შენ ახლა ვერ შევეცდები რომ დავუშვათ შენ ტერიტორიაზე რაღაცა თუ ვერ ივარგეთ, უნდა შეეგუოს რომ თქვა და აი რაღაცა აი ეს მომენტი მობრუნდა აშკარად. ეს არ არის რომ აკელაბრა მახნულსა. ამერიკაა, ეს ძლიერია, მაგრამ არის ჩინეთი, არის რუსეთი, არის ინდოეთი, არის თურქეთი და არის ისრაელი. ხო, ისრაელი განსაკუთრებული განხილვის ღირსია. იმიტომ რომ იცი რა არის, მე ესე ვიტყოდიო, ახლა კი ბატონო ებრაული ლობი, რა თქმა უნდა არსებობს ეს ყველაფერი, ებრაული ლობიც არსებობს, სომხური ლობიც არსებობს, ბევრი ლობი არსებობს, რომ ისრაელი არის სუბიექტი. პოლიტიკის სუბიექტი. ისევ როგორც პოლიტიკის სუბიექტი არის ინდოეთი, არის ჩინეთი. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიდიდეს. მაგრამ არა მხოლოდ. მექსიკა დიდია, მაგრამ მექსიკა არ არის ისეთივე სუბიექტი, როგორც ისრაელი. ისრაელი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური სუბიექტია, ვინმე მექსიკა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ. აი ამის თქვა მინდა. ეს არის ძალიან ცუდი. უყურე, ვინმე იფიქრება,
ერაყი, სირია. ერთი მხრივ ეს ჩვენთვის არის რაღაც ისტორიული ტერმინები, მაგრამ მეორე მხრივ ესენი იყვნენ ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოები. ხო? რომლებმაც სამი თაობა იარსებეს და ვერ გაართვეს თავი ამ სიტუაციას, ხო? აქედან გამომდინარე, მე ერთხელ ძალიან კარგად მახსოვს, მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი და მე თუ მესმე კლასში ვართ და მოგვიწია იმაში, რა ქვია, სტარტაპში ჩაგვიშვეს რაღაცები და გამოგვეტანა და ნახეთ ძველი რუკები პირველი მსოფლიო ომის პერიოდის რევოლუციამდელი მოკლედ და გაოცებული უყურებდით ამ რუკებს, იმიტომ რომ რაღაცა აბსოლუტურად სულ სხვა რეალობა იყო. ავსტრია-უნგრეთის იმპერია და რუსეთის იმპერია და ასე შემდეგ. აი, რო გავა 50 წელი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენი შვილიშვილები ასევე გაოცებით შეხედავენ იმ რუკებს, რომლებიც ედრო არ არსებობს ფიქსირებული საზღვრები, არსებობს კონტინენტები. და თუ დიდ დროში შეხედავ ამას, ხო, დაინახავ, რომ ძალიან ბევრი რამე იცვლება მოკლედ. აი საკმარისია შენ შეხედავ ამ ყველაფერს 300 წლის და ამიტომ ჩვენ გვჭირდება გარკვეული ტიპის ისეთი კვაზი სუბიექტები აუცილებლად შემოგვაქვს, იმიტომ რომ მეტნაკლებად უნდა შეგჭირდება დიდი დრო. აქედან გამომდინარე, შენ ლაპარაკობ რაღაც სუბიექტებზე, რომ მაგალითად აი ლაპარაკობ deep state-ზე ან ლაპარაკობ სიტყვაზე არისტოკრატიულ ოჯახებზე. სწორია, უნდა ილაპარაკო კიდეც. იმიტომ რომ რეალურად მეორე საშუალება ამ ლაპარაკის არის რა, ბაზისი ზედნაშენი ეკონომიკა, უპიროვნო ძალები, სისტემები, მაგრამ აგერ უცებ ლაპარაკობ ამ უპიროვნო ძალებზე და შენ სწორწინ იცვლება ეს პოლიტიკური რუკა, რამ გამოიწვია. ხო? არა, მე კი ვიცი რამაც გამოიწვია, არსებობს უფალი ღმერთი და მისი ნება, რომელიც შეუცნობელია. მაგრამ და ადამიანებს რო ეუფლებათ დრო ეს ცხონებული ლევი პასიონარობას ეძახდა, ხო? როგორც პოზიტივისტი ის ბიოცენოზით ხსნიდა და რაღაც, მაგრამ აი რენე ჟირარი მაგალითად ხსნიდა მიმეტური თეორიით, რომ ადამიანებს ეუფლებათ განცდა მიმეტური სურვილის, ანუ მიბაძვის სხვისი, ხო? აი და გარკვეული აზრით ეს ჟირარის ეს თეორია რაღაცნაირად ჩვენ გვიხსნის, რატო ხდება ეს დიდი გადაადგილებები. აი ადამიანს აღარ უნდა ისე ცხოვრება, იმიტომ რომ აი მეზობელი უკეთესად ცხოვრობს, ხო? აი მიგრაციის ფაქტორები შეიძლება აუხსნათ ესეთი ჟირარისეული მიმეზისით. ისმის ან პასიონარობით, ახლა ძინვიშლობა რა. ასე თუ ისეა, მე ესე ვიტყოდი, რომ თუ უფალი ღმერთი გავიტანეთ ისტორიიდან, ანუ ისტორიიდან როგორც მეცნიერებიდან. მაშინ რაღაცა ხო არის საჭირო რაღაც, მარქსიზმი, ეკონომიკა, კი ბატონო, მაგრამ ყველაფერს არ ხსნის ეკონომიკა. რატო იკლავენ ადამიანები თავს, სრულად არა ეკონომიკური ბიზნესისთვის და ეხლა ირანმა რო შეერთებული შტატები რო დაამარცხა, ეს მხოლოდ ეკონომიკის ამბავია, რა თქმა უნდა არა, ხო? თუმცა ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მოკლედ ის თქვა მინდა, რომ ჩვენ დღეს ვართ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის ტურბულენტურ ზონაში ვართ, თუმცა ეს ტურბულენტურობა არის არა იმდენად
ეკონომიკური რამდენადაც ეს არის ცნობიერების ტურბულენცია. ჩვენთვის მომავლის სურათი გახდა აბსოლუტურად ბუნდოვანი. თუ ქრისტიანები არა ვართ, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ველოდებით, ყოველთვის ველოდებით მეორედ მოსვლას. რატო? იმიტომ რომ 1000 წელი ვითარცა ერთი დღე, როგორც ასევე სიკვდილისთვის უნდა იყო მზად მისი მეორედ მოსვლისთვის. ეს მოსანიშნოს ეს ისევ ამ მხოლოდ მამამისის, მაგრამ შენ ყოველ დღე მზად უნდა იყო ამისთვის. ისმის? აქედან გამომდინარე, ქრისტიანისათვის ეს ერთი დღეა თუ 1000 წელი. ამას მნიშვნელობა არ აქვს მისი ცხოვრება საზრისით არის დატვირთული, რადგანაც ქრისტე არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. მაგრამ ეხლა ვინც ქრისტიანი არ არის და არის ლიბერალი, არის ათეისტი. ეგ უნდა მეკითხა, ხო? რთული საკითხია. რთული საკითხია საკმაოდ, მე ესე ვიტყოდი. რთული საკითხი, თან მით უმეტეს თუ არის პოლიტოლოგი და მისი პოლიტოლოგიური თეორია, რომელიც გუშინ ესეთი გამართული იყო, აგერ ლიბერალები და აქეთ იყვნენ აუთსაიდერები და ამერიკა და ირანი, სადაც ამერიკა არის სინათლე და ირანი არის სიბნელე და ეხლა შენ გეუბნებიან რომ უნდა დაბრუნდე ინტერესებში და რეალ პოლიტიკაში, ხო? რატო აღმოჩნდა დღეს ყველაზე უფრო წარმატებულები და რატო არ აღმოჩნდნენ მოლაპარაკე თავები მიშაიმერი, საქსი, ემანუელ ტოდი, რატო? იმიტომ რომ იყვნენ რეალისტები. ეს რეალ პოლიტიკა რასაც ქვია, ანუ ინტერესები და არაღირებულებებიდან გამომდინარე. არამედ რეალ პოლიტიკიდან, ხო? ანუ დღეს მაგალითად ისეთ ფიგურებს როგორიც იყვნენ გუშინ, ხო? აი წარმართველი ფიგურები ფუკუიამა, სლავოი ჟიჟეკი, რა ვიცი მე ჟან პიერნანსკი, მაგალითად ფილოსოფიაში გადავიდნენ. დავუშვათ ესეთი პოლიტოლოგები როგორიც იყვნენ გიანოდია, ხო? და ნუ ჩვენი ფუკუიამა, ხო? როგორი ამერიკა საქართველოა, ისეთი ფუკუიამა არ გიანოდიაც, ხო? ხო და აქვს დაწერილი ამ ფუკუიამასთან ერთად მთელი წიგნი არა და რაღაცა. მაგრამ ფუკუიამა მე დაარევერსა და გიანოდია მე მგონი არ დაარევერს. არა, ნუ ის არც ჩანს, ხო, გასაგებია, ხო, არც ჩანს. როცა ფუკუიამა მერე პლანზე გადადის, მისი ეპიგონი საერთოდ ხრება, ხო და მოკლედ ის მომინდა ამითი, რომ არა მარტო სოფლიო წესრიგი ჩამოიშალა, როგორც ის იყო 25 წლის წინ, აი 9/11, 25 წელი გადის, მთელი მეოთხედი საუკუნე, ხო? და გასაგები იყო, რომ აი არაჩვეულებრივი ლიბერალურ სამოთხეს ებრძვის ისლამური ტერორიზმი. დღეს სრულად გაუგებარია. არა მარტო გაუგებარია სუბიექტები, არამედ მომავალი სუბიექტები. ნუ ერთადერთი რასაც ვხედავთ, რომ მეტნაკლებად არსებობს რამდენიმე ესეთი ძალა. ხო, ჩინეთი, შეერთებული შტატები, რუსეთი, ინდოეთი. მაგრამ აი თურქეთის ბედიც კი გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის სუბიექტი, ისრაელი სუბიექტი, რა იქნება 25 წლის შემდეგ, ხო? აი ამერიკის შეერთებული შტატები არის 250 წლის. რა არის 250 წელი ისტორიისთვის? ძალიან ცოტა დროა. მე რამდენიმე წლის წინ მე მგონი მეტი, ესე იგი, სადღაც 60-იან წლებში ჩინეთის 70-იან წლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხეს რა აზრის ახლა ფრანგულ რევოლუციაზე. და ძალიან ცოტა დრო არის გასული, ვერაფერს ვერ ვიტყვიო. რა 200 წელი, აი 200 წლის თავია, ხო და ჩინეთი ვაშე სხვა პარადიგმაში რო ცხოვრობს. უყურე არის ტრამპი რო ჩასული იყო თავის პირველი კანდიდაციის დროს სიძინპინთან და აი სიძინპინი რაღაცას უყურებდა და უცებ ტრამპი მასე ისო 3000 წლის წინაც ისე თქვენ ხართო? ანუ და არა მარტო 3 არამედ და 5-იც. ხო და ეხლა წარმოიდგინე
ევროპა, რომელიც არის საკმაოდ ახალგაზრდა წარმონაქმნი, ხო? არსებობს სულ რაღაც 1100 წელი, 1200. რუსეთი 1000 წელი. შეერთებული შტატები 250. კი, დღეს შეიძლება ყველაზე ძლიერია, მაგრამ ჩვენ იყო დრო, როდესაც ჩინგის-ხანის იმპერია ხო და მაგრამ ეხლა გასაგებია რომ ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა გასწმენაზე ვიღაცას წამს რომ დასავლეთი არის უძლებელი და დასავლეთი არის მარადიული კიდე მესამეს დავუნ დასავლეთი არის ღმერთი მაგრამ როგორ არის რომ იყო არისო და მე გაჩნდა ანუ რასაც აქ დასაწყისი იმას ხო აქ დასასრული ეს ხო ისე მომო აი მაგალითად მარქსისტები ამბობდნენ მატერია იყო არის და იქნება ჩვენ ღმერთზე ვამბობთ ღმერთი იყო არის და იქნება იესო ქრისტე გუშინ დღეს ხვალ ხო ნუ ასე გაგებული მატერია არის აბსოლუტი მაგრამ იყო დრო როდესაც ევროპა არ არსებობდა გაჩნდა იყო დრო როდესაც ამერიკა არ არსებობდა გაჩნდა რასაც აქ დასაწყისი ხო უნდა ვივარაუდოთ რომ არაფერი მარადიული არ არის რა მაგრამ ადამიანი რომელიც ნუ მაქსიმუმი შეიძლება იცხოვროს 80-85 წელი 90 კაი ბატონო 100 ხო ეს რა არის 80 და 90 წელი საერთოდ არა ნუ 4 ამერიკის 4 არა 800 რო გავამრავლოთ 3-ზე ხო 80 უნდა გაამრავლო ხო და მივიღებთ ამ ესე იგი 3-ზე რო გაამრავლო 240 ხურდებით გამოვა რა გამოვა შეერთებული შტატები რა ხო ნუ სამი თაობა რა რეალურად ეხა სამი თაობა არა ცოტა მეტი ნუ სამი თაობა არა მეტი მაგრამ სამი საშუალო კავკასიური ცხოვრების 80 არის 240 დღესთვის 2 ხო სამჯეროა ანუ ლომავიმდელი განათლება ხო გვაქვს იცი რა არის ზაზა ყველაზე ჩემთვის ყველაზე არ გადავამეტებ ალბათ ტრაგიკული იცი რა არის რომ ეხა შენ კარგად ახსენე ის მეცნიერები ვინც ეხა წინა პლანზე წამოიწია იმიტომ რომ ისინი როგორც ჩანს სულ სხვა რამის ამბობდნენ უბრალოდ არ ჩადდნენ დავოსის ფორუმის მიღება იყვნენ და ასე შემდეგ დავოსის ფორუმი ხო იყო წამყვანი ხო ბოლო 20 წლის განმავლობაში და რა მაშინებს რომ სადღაც პლუს-მინუს 15-20 წლის წინ მსოფლიო დინამიკა იყო პროგნოზირებადი მიხდი გათვლაც კი შეიძლებოდა უსაფრთხოების წერტილის პოვნაც კი შეიძლებოდა დედამიწაზე და ეხლა ალბათ ეხლა მივდივართ ჩვენ აი აქ არის მიღებული ეს ნონ-სტოპ რეალობაში მივდივართ ანუ აი ხდები მე ხანდახან რო უყურებ სოფლიო ლიდერებს ისეთი განცდა მიჩნდება რომ აი თავარია რომ კიდე 1-5 წელი გადაგორდეს და რამე არ მოხდეს არ გავარდეს და მე იქიდე აეგება აი ესეთი მოკლე პროგნოზირებადი სამყაროა აბსოლუტურად გეთახმები როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა მალევე გამოვიდა ფუკუიამის ნობელის წიგნი ხო ისტორიის ბოლო ანუ უკანასკნელი ადამიანი და მე ნაკლებად ყველა ისე ვფიქრობდით რომ აი ლიბერალურ წესრიგს ლიბერალურ ეკონომიკას ლიბერალურ წესრიგს ალტერნატივა არ აქვს ისტორია დასრულდა თუ ისტორია იყო დაპირისპირება სოციალისტთა და კაპიტალიზმის შორის გაიმარჯვა კაპიტალიზმმა გაიმარჯვა ლიბერალიზმმა მაგრამ ისევ გეუბნები ყოველგვარ 9/11-მდე სერბეთის დაბომბვა იყო პირველი ჩემთვის არა მარტო ჩემთვის როგორც აღმოჩნდა და აი მივედით იქ სადაც მივედით ანუ დავკარგეთ წმენა ლიბერალური წესრიგის დავკარგეთ წმენა დემოკრატიის მოხდა და ამას დღეს ეწოდება ლეგიტიმაციის სრული კრიზისი ხო ანუ ჩვენ ყოველი არჩევნები არის კატასტროფა ფაქტობრივად ყველა ქვეყნისთვის არიციან არჩევნები რომლებიც არასდროს პრობლემა აი არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობ ყველა არჩევნებს ელოდება როგორც არმაგედონს ზუსტად აი ახლა ახლობდება აი მაგალითად უნგრეთში გაიმარჯვეს მოვიდა მადიარი ბულგარეთში ვეღარ გაიმარჯვეს აი ეგრეთ წოდებულ გულოესწორმა ძალებმა მოვიდა ეგრეთ წოდებული პრორუსული ძალა
ხო, რუმინეთი და მოლდოვეთი გაიმარჯვეს სამაგიეროდ რაღაც. რუმინეთი ძალით გაიყვანეს, ხო, კმელებით, ნო, არა, ანუ აგერ ბულგარეთში ეს მოხდა, ხო? რაც თავისთავად რა, ხო, ბულგარეთი შეიძლება არ არის მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ თუ ესე, ну, სად ბულგარეთი და სად აუშვათ გერმანია და ინგლისი და საფრანგეთი, მაგრამ თავისთავად ის რომ ესეთი რამე ხდება, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ ყოფნის ძალები. ისმის? ის რომ საქართველოს ესე გეუტიპრება და გეუბნება რომ რა ქვია ესე გელაპარაკება, ხო, ეს ხო ძალიან ცუდის ნიშანია. გერმანიის ელჩს რას კადრებს? გერმანიის ელჩს და აგერ სტარმერს როგორ დასცინა კობახიძემ, ხო? ხო და ეს და იმის მაგალითად რომ ბომბი ჩააგდო თბილისში და არა, ეს ბომბი უკრაინის მაგრამ ვერ მისცა სულ როგორ აქვს კონსტანტინ გამსხურდიას, მაგრამ ვერ მისცა სული, იმიტომ რომ ის ცხოველისთვის შეეწირა და ვერ ჩააგდო ბომბი თბილისში, იმიტომ რომ ის უკრაინისთვის დაეხარჯა. ხო და ეხლა ის არის, აი გახსოვს შაჰბაზზე არის ცნობილი ანეკდოტი ბაიკა, რომ ან ვიღაც რომ შეისაო აიღეთო ღალაო რა ხალხისგანო და დრას ეძახენო დრწვინავს ხალხი კიდეო კიდე რა დრწვინავს ხალხი და რა შვებენ და იცინიანო შეწყვიტეთო თუ იცინიან შეწყვიტეთო ხო და აი მაგის ყვავინდა ნუ ყველა საშინელება არის დაქცინიან აი გარე უზაწვი წინ შენ წარმოვიდგინე რომ ჩვენ ინგლისზე მერცი და მაკრონი და სტარმერი და აი ეს პერსონაჟები ხო აი გახსოვს ნიანგის ბოლო გვერდზე რომ დავცინ კაპიტალისტს რომ დავცინოთ ხო აი ზუსტ და ნიანგის ბოლო გვერდის კარიკატურები რო იხატებოდა კარიკატურები იქცნენ ესენი შენ ხშირად ახსენებ ხოლმე არა მარტო ჩვენი საუბრის დროს ბელგრადს და მე მახსოვს იუგოსლავია როცა ცეცხლის ალში იყო მახშენ ტელევიზორს რო უყურებდი მამაჩემმა თქვა ესეთი რამე რომ ნამდვილად არ მეგონაო რომ თუ აი ესეთ გლობალურ ომს მოვესწრებოდი ევროპის შუაგულშიო და მაშინ მე ახალგაზრდა პატარა ვიყავ უბრალოდ ახალგაზრდა ვიყავი და საერთოდ სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი მაგრამ მე ეხლა და ეხლა მიტივტივდება იცი რა შენ ახსენე რეიგანმა ღმერთი ახსენა ჩვენო შობას რაღაცა ბელგრადს როცა ბომბავდნენ რაკეტებზე და ნაღმებზე აწერდნენ შობას გილოცავთ ხდები შენ აი სად აი ხდები შენ აი რა რელიგიაზე რას ბომბს ერქვა გულმოწყალე ანგელოზი ბომბს ერქვა იმ ბომბს რომელსაც აგდებდნენ ერქვა ჭურს ერქვა გულმოწყალე ანგელოზი შობაზე მართლმადიდებლო შობაზე უწევდა ზუსტად და 25-დან ახალწლებიც მოყვა მე ცოტა მერე იყო მე აურე დაიწყო მარტიდან ორი თვე იბომბებოდა სადაც მარტი აპრილი მაისის ბოლო გვიან დაიწყეს მაგრამ არა მანამდეც და მერეც ბევრი რაღაცა იყო მაგრამ მე მახსოვს რომ ზუსტად შობას ულოცავდნენ აი ამ ცინიზმით მიხვდი შეიძლება ეხა ერთეულები ჩამოყარეს მაგრამ მახსოვს რა ფაქტი იყო ხო ეხა მაგას ვერ გეტყვი მე გეუბნები აი კამპანიას რომელიც იყო ინტენსიური დაბომბები 99 წელს მე ხო აი მე გეტყვი ზუსტად რა მახსოვს 6 მაისია და 6 მაისს ბელგრადი არ დაბომბეს და დაბომბეს ყველა სხვა ქალაქი რატო 42 წლის 6 მაისს ნაცისტებმა დაბომბეს ბელგრადი და რობერტსონი იყო მაშინ ნატოს გენერალური მდივანი და გამოვიდა და თქვა ეს ფრაზა დღეს რო ჩვენო არ დავბომბათ ბელგრადს რომ ასოციაცია არ გამოიწვიოს ნაცისტ აი მაშინ მივხვდი რას აი ეს იყო ჩემთვის როგორ ვიტყვი აი რომ რაღაცა შეუქცევადი მოხდა გონებაში და ცნობიერებაში ანუ ესე იგი პარალელის გატარება შეუძლიათ ისმის ანუ ხედავენ რასაც აკეთებენ მაგრამ მათ გონიათ რომ ეს სწორია მაგრამ აი პრო არ გამოიწვევს პარალელი გარეგნული ესე იგი აღდგომას ულოცავდნენ და არა შობას ეხლა რაღაცა ხო აი რაღაცა სიმბოლო იყო აღდგომა ხო აი მარტიდან მაისის ბოლომდე აი იქნებოდა მართლმადიდებლური აღდგომა
ხო, მოკლედ ის თქვა მინდა, ესე იგი, აი აქ გამოჩნდა ეს ცინიზმი და ფარისევლობა. ისმის? აი პირველად, ანუ მე მანამდე ვიყავი მართლმორწმუნე ლიბერალი. ნუ კი ახლა ხედავდი პრობლემებს და რაღაცა, სად არ არის პრობლემა, მაგრამ აი ეს თვითონ მთელი ეს აქცია, რომელიც ჩატარდა, გაღარებებული ურანი და რაღაცა ახლა ამაზე არ ვლაპარაკობ, ეს მერე გაირკვა რაღაცა პერიოდის შემდეგ, მაგრამ ის რომ აი დამალვა ფაქტების, რომ აი იქ წერტილოვანი დარტყმები არც თუ ისე წერტილოვანი იყო და თურმე იქ ბავშვები, პატარა ბავშვები დაიღუპნენ და ამას არ ამბობ. იმალება ესეთი ფაქტები, ხო? მოკლედ ის მომენტი, ხო, ირანში დაბომბვასაც ვერ გავიგებდით ის ბავშვები რომ დაიღუპნენ. არ ვარ მედია. ეს უკვე ხო გესმის ხო ეს იგივე ეს ხელოვნური ინტელექტი ეს гаджеტები ეს ყველაფერი არის როგორც უსები თქვენ პალტა აძუხ განცახ ანუ შენ ფაქტობრივად ერთი მხრივ შენ ძალიან სწრაფად შეგიძლია რაზე მაგრამ ასევე ძალიან სწრაფად ძლდება ფეიქიც ანტიინფორმაციაც საწინააღმდეგო ინფორმაციაც არა შუბი ხალხაში არ დაიმალება როიტყვენ ხო დღეს არის ზუსტად ეს სიტუაცია ზაძა მეც რა მაშინებს 20 წელი იყო და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმ იმედ გაცრუებებთან და ჩემს ილუზიების მსხვერპლასთან ერთად რომ 6 იანვარს ვნახავდი ამერიკაში იმას მე რაც ვნახე კაპიტოლიუმის შეტევას. არ აქვს მნიშვნელობა ეს ტრამპის მიერ ინიციერებული დადგმული იყო არ იყო დადგმული. არ აქვს მნიშვნელობა. მე თვითონ რომ მოვედი სახში თავისთავად რო ხდება. აი ხო, აი ზუსტად ეგ მზარავს. აბსოლუტურად გეთეხმები. მანქანა მუშაობდი, წარმოგიდგენთ სამუშაოები, გინდა არის ხო? ხო, აი არა, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა. ის რო კაპიტოლიუმში ხდება, უკვე რაღაცა ეს არის იმის ნიშანი, რომ სამეფოში რაღაც. ხო, სახში რომ მოვედი, მე თბილისიდან მითხეს ტელეფონით ვლაპარაკობდი. ჩემ ცოლს ველაპარაკებოდი და შენ უსათხავდი მე ვთქვა რომ მუშაობ და სარას მუშაობ ტელევიზორს არ უყურებ ხო და ნუ მალევე მორჩი წამოვედი და სახში უყურე მე ამ ყველაფერს და აი მაშინ ვიფიქრე რომ აი მართლა არ უჯერებდი იმას თვალში ეგ არ აქვს მნიშვნელობა ისე აქ გინდა კონსპიროლოგია ჩართე გინდა თქვი რომ პროვოცირებული იყო გინდა ტრამპს და მაგას არ აქვს თავისთავად ეს რო ხდება ეს გადავყვეთი ჩემში რა აი 20 აი მოდი ავიღოთ გრიგოლიანის შემთხვევა აქედანაც უკვე გავიდა რამდენი წელი გავიდა ხო 20 წელი გავიდა 20 წელი გავიდა რა არის მნიშვნელობა გრიგოლიანის შემთხვევაში მოხდა ტრაგედია ხო მოკლეს მაგრამ თავარი რა არის როგორ იმალებოდა ეს ყველაფერი და როგორ მოხდა აი სტრასბურგის ის ხო გახსოვს დასკვნა რომ ყველა შეთანხმებულად მუშაობდა ყველა აი უყურე სისტემური კრიზისი საიგეთი რაღაცა კაპიტოლიუმი არის ერთ-ერთი გამოვლინება სისტემური კრიზისის ხო ის რაც გუშინ ჩაითვლებოდა როგორც ფერატკანიანების ზანგების თუ ვიღაცის ასე ვთქვათ რაღაცა ექსცესი დღეს უკვე არის გამოვლინება ეს უკვე ბუნტი კი არ არის ეს უკვე რაღაცა ესეთი გარეგნული რაღაცა ეს კი არ არის ექსცესი, არამედ ეს არის ლოჯისტიკური პრობლემა. სისტემური პრობლემა, ღირებულების პრობლემა. აი ეს არის და გარკვეული არის ეს მართლაც გავს პერესტროიკას. ხო? რომელიც დაიწყო ჩერნობილის კრიზისით, გემს ეჯახებოდა, საბაგეროებით ცვიოდა, ეს რა ქვია კოშკები ინგრეოდა გესმის და მე მივიღეთ ესაც მივიღეთ ანუ ტვინებში ქაოსი ხო მე ცოტა ხანში მე არ გახსოვს იმაში რუსეთში თავრობისას თეთრსას რო ეძახდნენ ტანკები რო ესროდნენ ბულვარიდან ეს უკვე ეს ხომ მომენტია ეგ რა არის ანუ შუან რა არის საბჭოში დაანგრეულა 93 წელი ანუ ეს სერიოზული მომენტი იყო რა რომ სხვათა შორის იქ მაშინ ესე იყოფოდა დემოკრატები და კომუნისტები და დემოკრატებმა რომ ესე უნდა გავწყვიტოთ და რაღაცა და ეს რა თქმა უნდა ძალიან ესეთი მომენტი იყო მე არ დამავიწყდება ანდრეი სინიავსკი კაცი დისიდენტი რომელიც გააგდეს საბჭოთა კავშირიდან ამის წინააღმდეგ წავიდა რომ ეს არ შეიძლება რომ ეს არის არადემოკრატიული რომ სხვა შორის ძალიან მამრდაშვილის მომენტი იყო რომ დემოკრატია არის როდესაც შენ გინდა
მიაღწიო დემოკრატიულ საშუალებას დემოკრატიული მექანიზმებით. ანუ ფორმა არის მთავარი. ისმის ხოდა აი დღევანდელი კრიზისი სწორედ არის კრიზისი ფორმის. რა აზრით რომ როცა იკარგება ლეგიტიმაციის რწმენა, იკარგება ყველაფერი. მე რისი შიში მაქვს, ჩემი ერთგვარი პროგნოზიც კი მინდა ეხლა გამოვთქვა, რომ ნახე რა მოხდა, მამდანი მაქვს შიდა პრაიმერისები ეწყობა რა და მოკლედ შემოდგომის არჩევნებისთვის სამი მემარცხენე ფლანგის კანდიდატი გაიყვანა. ნუ როგორ ისე თვითონ მამდანი ესე ამბობს დეკლარირებულად, რომ იგი არ არის ამერიკაში დაბადებული, რომ იგი არის მუსლიმი და რომ ის არის ინდოელი. და რაღაც ამ კატეგორიით ის მოკლედ ის კვოტებში სამი კაცი გაყვანა არა, ნუ რიხინით გავიდნენ და უპირისპირდნენ ფაქტობრივად დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ establishments და ეხლა ნახე როგორი მომენტია. თვითონ არ დაგვაუწეს რომ აკასიო კორტეზი და მისნაირები კიდე ბევრი არიან და მე მაქვს ესეთი განცდა რომ 28 წლის არჩევნები იქნება გზაგასაყარი დიდი ცვლილებებისა და 32 წელს შესაძლოა მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთი ძირეული ცვლილებები, რომელიც შესაძლოა იყოს, აი როგორ თქვა, დაშლის ან დეცენტრალიზაციის პირველი ნიშნები გამოჩნდება. ან შეიძლება უკვე შედეგებიც კი დაიდოს და ამის მაგალითი იცი რა არის ტაკერ კალსონმა რომ გამოაცხადა რომ რაღაც ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და რაღაცას აპირებს შექმნას და რაღაცა და ეს 28 წლისთვის არ მოესწრება, მაგრამ 32-ში ამას მე ვხედავ და ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ რამდენი წელია უკვე რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლიტიკურად ისე არის აწყობილი რომ მხოლოდ ორი პარტია უნდა იყოს და საკმარისია მესამე პარტია გახდეს ლეგიტიმური და ის ჩაჯდეს ამ პოლიტიკურ კონტექსტში და მან მიიღოს რეალურად არჩევნები, ჩემი აზრით ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დეცენტრალიზაცია დაიწყება. ნუ 28 წელს ეს არ მოეწრება, მაგრამ 32-ში სავსებით შესაძლებელია. ხო, თუ ეს მოხდა, კი, ეგ მაგის ნიშანი იქნება, იმიტომ რომ მართლა ეს არის სისტემური მომენტი ეს როგორ აი როგორც 20-20 იყო ჩემთვის ესეთი სტრესი, აი მესამე პარტია ამერიკის არჩევნებში და ჩათვალე რომ ამერიკა ინფორმით აღარ იქნება. გეთახმები ტრამპის მიდე ეს ყველაფერი რაც ხდება არის სიმპტომი, ნუ ნახავთ შეძლებს თუ არა დააპგრეიდებას შეერთებული შტატები, რამდენად აქვს სისტემას თვითგანახლების უნარი ორჯერ მოახერხა ამ სისტემამ განახლება. აი შეიძლება თუ არა მესამე და აი გეთახმები კი ანუ კრიტიკული მომენტი წინ არის. ამიტომ რატო გეუბნები თვითონ დემოკრატიულ ფლანგში ულტრამემარცხენეები იღებენ. მიხვდეთ ჰაკიმ ჯეფრის აღარავინ შეეკითხება, მოკლედ მარტივად რო თქვა რა. კი, გეთახმები. ო აი ეს წასულია. ეგ კი არა, გევინ ნიუსემს ახლა ახალი სკანდალი აუგორდეს, არ ვიცი იცი თუ არა. მაგის აპარატის უფროსი იძლევა ჩვენებებს. რომ ესე იგი მიდიოდა არასწორი დონატები ამ ოჯახში, ადრესატი იყო მეუღლე, რომელიც მოკლედ ამ თანხებს არასწორად განკარგავდა რაღაც. ამიტომ გევინ ნიუსემის ვარსკვლავიც ჩასვენდება და რესპუბლიკელების მხარეს ხო არავინ ჩანს, იმიტომ რომ მე უკვე აღარც იმ ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტის აღარ მჯერა რომ ეს რაღაცა შეძლებს. და დემოკრატებშიც აშკარად ულტრამემარცხენეები მოდიან და აი ეს მაძლევს იმის საშუალებას რომ აი მიძინებული მაგა რაღაცას იზავს რა ან კალსონი იქნება ან ვიღაცა მესამე პარტიას გამოვაცხობენ და ზუსტად ეს იქნება თუ რაღაცა ესეთი გამოჩნდა ეს იქნება რა თქმა უნდა დეცენტრალიზაციის და ნამდვილი ასე ვთქვათ შეხო იცი რომ შუა სარტყელი სამხრეთ შტატები აკაზიო კორტეს და მემარცხენე მოძრაობას ვერ აიტანენ. იქ სადაც ოჯახში 6 იარაღია და ნიუ-იორკში სადაც საფლელი დანისგულისთვის ციხეში გიშვებენ, პირდაპირ არ ვუტრირებ. ეს ორი იმდენად დიამეტრალურად განსხვავებული საზოგადოებაა, რომ ესენი ერთად ვერ იცხოვრებენ. აი ამას გულისხმობდი რა. კი, გეთახმები, კი, არ ჩანს, დღეს არ ჩანს და ეს არის სწორედ პრობლემა.
არ ჩანს არაფერი ისეთი, რაც ამას გაერთიანებს. რო ჩვენ აი ერთი ამერიკა დამაშორიშორებელს უამრავ მიზეზს ვიტყვით მე და შენ, რომ დავიწყოთ დრო არ გვეყოფა, მაგრამ აი გამაერთიანებელ ფაქტორს საერთოდ ვერ ხედავ. აქამდე აი საერთო მომენტი იყო, რომ აი ლეგიტიმურობა, დემოკრატიული მექანიზმი, არჩევნების რწმენა და ნუ აი კონსტიტუცია და ეგეთ რაღაცა. მაგრამ როდესაც დღეს არის აბსოლუტური კრიზისი ლეგიტიმურობის, როდესაც არის დაკარგული რწმენა ინსტიტუციების, აბსოლუტურად მე ყოველ შემთხვევაში განსხვავებით ევროპისგან, ევროპაში გულისხმობ ევროკავშირს, სადაც მე ვერ ხედავ ვერანაირ ძალას, რაც მას შეინარჩუნებს, შეერთებულ შტატებში მაინც ვხედავ რაღაც რესურსს, აი ვნახოთ. თუმცა არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ესეთი გამოწვევა შეერთებულ შტატების ისტორიაში ალბათ იყო ორჯერ. და მეჯერ არ ყოფილა. ზაზა, არ შეიძლება რომ ჩვენი საუბარი ისე დავასრულოთ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე არ ვფიქრობთ, ტრამპის გვერდზე ციფროვიკების მთელი წყებაა და ამას რა ვუყოთ ზაზა, ზოგი რო თვალეზე მიდის, ზოგი კოსმოსში და ზოგი აკაპირებს ციფრული კომუნიზმის აშენებას. მე ციფრული კომუნიზმი კი აბსოლუტურად გეთახმები. მაგას ვამბობ უკვე დიდი ხანია, რომ ეს არის ციფრული კომუნიზმი. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფაქტობრივად გადაწყვეტილებას მიღებაში იღებს მონაწილეობას, რომელსაც თქვას ეკითხებიან, დავარტყათ ირანს, არ დავარტყათ. თავისთავად ეს რა თქმა უნდა არის ფაქტორი, ერთ-ერთი ფაქტორი არის აი ამ ცივილიზაციური გადატყდომის, ხო? ხელოვნური ინტელექტიც არის ისეთი სიმპტომი, როგორც ეპშტეინის კუნძული, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც ეს ყველაფერი არის, რაზე მიგვითითებს, რომ ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია მივიდა რაღაც ზღვრამდე, რომლის იქითაც უკვე არის რა, რომლის იქითაც არის უკვე ახალი რეალობა, რომელიც ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება. შეიძლება რაღაც ანალოგიები მოვიხმოთ, დავუშვათ ბარბაროსები და იმპერია, ამ მსგავსი რაღაც, ხო? იმიტომ რომ რეალურად აღარ ჩანს, აი ისე ვამბობ, კონსტანტინე იმპერატორი შეეცადა რომის იდეის გადარჩენას ქრისტიანობის მიღების მეშვეობით. და შეაჩერა გარკვეული აზრით, შეაჩერა ეს კრიზისი დაახლოებით 312 წლიდან სადღაც 160 წლით დასავლეთში. ნუ აღმოსავლეთში პირიქით, ნუ ხო რასაც ჩვენ ბიზანციას უწოდებით, ესე იგი გაძლო კიდე 1000 წელი, ხო? 1450. დასავლეთში ვერა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით პრინციპში ეს მატრიცა ცივილიზაციური, ხო? რასაც აქამდე უწოდებდით აი ამ სეკულარული წყობა, ლიბერალურ დემოკრატიული, ხო? არამონარქიული თქვა ასე. ნახა ბრიტანული მონარქია, მხოლოდ სიმულაცია მონარქიის და არა რეალური მონარქია. ანუ საიდან და გაჩნდეს ახალი ლეგიტიმურობა, ხო? აი ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა. და როდესაც ეს არ ჩანს, ეს არის ერთ-ერთი გამოვლენა ცივილიზაციური წყვეტის და ცივილიზაციური გადატყდომის, მე ესე ვიტყოდი. რთული იქნება ალბათ, ხო, ეს ციფრული სამყაროს პარალელური არსებობა ამ ჩვენ რეალურ ყოფასთან. მოდი ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ, დავშვით, რომ არის რა გამოწვევები აქვს, ხო?
რა არის ხელოვნური ინტელექტი, რა როლია კარი თუ არა აქვს თუ არა მას ისეთი კულტუროლოგიური ისეთივე არის თუ არა ისეთივე ტიპის მოვლენა, როგორც თავის დროზე იყო დამწერლობის გაჩენა ან ბეჭდვა, ხო? ეხლა მე მაგალითად მგონია, რომ დამწერლობის გაჩენა წარმოშობა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვინემ ბეჭდვა და ვინემ ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიები. შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტი ამერიკის შეერთებული შტატების თუნდაც რეფორმირებულის, გადაფორმატირებულის, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაგრძელების. იცი რა, თავარი არის ჩვენ გავცეთ პასუხი შეიტყვეს რა არის ხელოვნური ინტელექტი. არის თუ არა ის რაღაც თვისებრივად ახალი ცნობიერება. აი მართლა დიდი და უკიდე განუცემა ალბათ. ჩემი აზრით არა. და ამას აქვს ძალიან მარტივი პასუხი. ხელოვნური ინტელექტი არის აგებული ორობით ლოგიკას, გამორიცხული მესამის სადაც მუშაობს გამორიცხული მესამის პრინციპი, ანუ 0 1 კი არა. ანუ მას არ აქვს შემოქმედებითობა. დაშვებებს არ აკეთებს, ვერ აკეთებს უბრალოდ. მეტაფორა არ შეუძლია. მეტაფორა არის რაღაც მესამე, ხო? აქედან გამომდინარე ის მუშაობს კიდევ უფრო სწრაფად, ვინმე ადრე ინტერნეტი, ანუ ინფორმაცია სწრაფად კითხულ აქვს, იმიტაცია შეუძლია კითხვა-პასუხის, შეუძლია იმიტაცია დიალოგის და ამ შემდეგ. და გაცილებით უფრო სწრაფად კითხულობს ინფორმაციას, ვინმე დაუშვათ ეს ხდებოდა 5 წლის ან 10 წლისთან. მაგრამ რამდენად არის ცნობიერება? ეს არ არის ცნობიერება, ეს არის ლოგიკური ალგორითმი, რომელიც მუშაობს ძალიან სწრაფად. არა, რა თქმა უნდა, ეს რაღაცებს ცვლის, ეხლა ორი შეცვალა თუ არა ორ წლის მანქანამ ცივილიზაცია. რა თქმა უნდა შეცვალა. მაგრამ ადამიანი გახდა განსხვავებული აბელისა და კაინისაგან. ეხლა უყურე, რაც შეეხება დამწერლობას, მე მგონია, რომ დამწერლობამ შეიძლება ადამიანი არ შეცვალა, მაგრამ ძალიან სერიოზული კულტუროლოგიური ცვლილება გამოიწვია. აი აიღე ხალხები, რომელთაც არ აქვს დამწერლობა, ეგრეთ წოდებული პრიმიტიული ხალხები, და აიღე ხალხები, რომელთაც აქვს დამწერლობა. იქ არის პრინციპული განსხვავება, რასა და რა შორის. რომ და ფიზიოლოგიურად თურმე ვისაც დამწერლობა არ აქვს ახმაში, იმათ მოცულობით დიდი ტვინი აქვს. იმიტომ რომ ინფორმაცია ხო? მე ფიზიოლოგიის სპეციალისტი ამბობ, შეიძლება, მაგრამ თავარი მომენტი რა არის? უყურე, ვისაც არ აქვს დამწერლობა, მას არ აქვს სიკვდილის განცდა. სიკვდილის განცდა არ აქვს. ანუ დამწერლობა ყველაფერთან ერთად ნიშნავს რას? ხო? საფლავი, დასაფლავება, ეპიტაფია. პირველი არქიტექტურული ძეგლი არის საფლავი, რომელსაც აქვს წარწერა. და თუ ეს არ არის, მაშინ ადამიანი ცხოვრობს გარკვეულ აზრით როგორც სამოთხეში. მას არ აქვს სიკვდილის განცდა. ხდება, მაგრამ აი ეს დამოკიდებულება, რომ რაღაცა დაკარგე და დავტირით რაღაც, ხო? ანუ აი ნახეთ ასე ყველა ენაში და ქართულშიც დამარხვა, მარხვა, დაიმარხა მეხსიერებასაც ნიშნავს და ბერძნულად მნემე არის მეხსიერებაც და საფლავიც. გასაგებია. ამ მაღალ ნოტზე
და მე რამე სიამოვნე იცი შენ ჩვენი საუბრისას და არა მარტო ჩემთან შენ ყოველთვის ყველა სტუდიაში ამბობ იმას რა რომ ყველაფერი არის ღმერთისნება შემეცნება არ უნდა შეიცვალოს არა ოღონდ რა არის ძი ორი ამ ღმერთს რო შეხედავ და მიშვე და ხელი გამძლე და გეშველება და მე ტრადიციულად ჩემს პოდკასტს ვასრულებ ხოლმე საქართველოსთან შეხებას და ჩვენ ბუნებრივია საქართველოს მოვიაზრებდით ამ ყველაფერში და საქართველოსთან დაკავშირებით რა მინდა იცი თქვა რომ აი ჩვენი ეს სულიერება რამდენადაც ეს ფორმალური მხარე არ უნდა იყოს ილია მეორის გარდაცვალების დროს აი ეს მასიური მსვლელობა რა იყო ეგ იყო ჩემთვის ნიშანი რომ ესე იგი ამ პატარა ერში ამ მცირე რიცხოვანას ხალხში აი ეს მუხტიდებს რა რაც ალბათ გაგვაძლებინებს სხვებთან შედარებით კიდე რაღაცა გარკვეული პერიოდი. სხვაჯერს რა არის თავისი ძალით ესეთი რამ ესეთი პილიგრიმობა თავისი ძალით არანაკლებია ვინემ აი ის რომ ვიღაცას ატომური ბომბი აქვს. გასაგებია. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის და მოხარული ვარ რომ 250 წლის თავზე შენთან სურდა ამ საუბრის გაწევა მიქი გამომდინარე იქიდან რომ ნაცხოვრები ხარ და შენ იცი ამერიკა ანუ მოსმენილი არ გაგონილი აქვს შენ თვითონ ეს სოციუმი იცი როგორც არის ნაყოფი ხარ გიცხოვრია და ძალიან კარგი რომ ჩვენ ერთმანეთს ჩვენი აზრები გავუზიარეთ და რასთავარია მაყურებელს და მაყურებლებისთვის ვისაც მოგეწონათ ეს ვიდეო ხოდ გააზიაროთ რაც ბევრი ნახავს ალბათ ბევრი მათგანისთვის რაღაც ახალი იქნება და ამითი კარგ საქმეს გავაკეთებთ ყველანი. ზაზა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დროებით გემშვიდობები, საუკეთესო სურვილებით და მომავალ შეხვედრამდე. ასევე. ბედნიერად.